ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დელეგაცია ისევ საქართველოშია. მისი წარმომადგენლები ქართველი პოლიტიკური პატიმრების მდგომარეობას ეცნობიან. რამდენიმე შეხვედრა საპატიმრო დაწესებულებებში პატიმარ პოლიტიკოსებთან და დემონსტრანტებთან უკვე შედგა. როგორც ცნობილია, ეს კომიტეტის ინიციატივით დაგეგმილი არაგეგმიური ვიზიტია. მეც დელეგაციის გეგმების შესახებ ფორმულა ჟურნალისტი მარიამ ლეკიაშვილი არკვევს. ის ახლა ჩვენს ეთერს უერთდება. მარიამ, ვინ მოინახულეს კომიტეტის წარმომადგენლებმა ამ დროისთვის და რა სახის ინფორმაციას აგროვებენ ისინი? დიახ, ახლა მთავარი შეკითხვა არის ის, რატომ ჩამოვიდა დაუგეგმავი ვიზიტით ევროსაბჭოს წამების კომიტეტი საქართველოში და კონკრეტულად რომელი მსჯავრდებულები მოინახულეს. მათ დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ პენიტენციურ დაწესებულებებში მოინახულეს ლევან ხაბეიშვილი და ბაჩო ახალაია. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ადასტურებენ მათი უფლებადამცველები, როგორც ბაჩო ახალაიას უფლებადამცველი ანი ნადარეიშვილი ამბობს, ის შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, ვინაიდან ეს შეხვედრა იყო კონფიდენციალური, თუმცა ანი ნადარეიშვილი ვარაუდობს, რომ ევროსაბჭოს წამების კომიტეტის წარმომადგენლებმა მოინახულეს ასევე სხვა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანებიც, როგორც ანი ნადარეიშვილი ამბობს, ეს არაგეგმიური ვიზიტი შეგვიძლია დავუკავშიროთ იმას, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები აქტიურად აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ლევან ხაბეიშვილის უფლებადამცველის ლაშა ტყეშელაძის ინფორმაციით საქართველოში ახლა საგანგებო ვიზიტით იმყოფება უშუალოდ ევროსაბჭოს წამების კომიტეტის ხელმძღვანელი. ისაკ ჩამოვიდა იმისთვის, რომ საკუთარი თვალით ნახოს, რამდენად არის შესრულებული მისი ბოლო ვიზიტის შემდეგ გამოცემული მითითებები. ეს კომიტეტი საქართველოში ბოლოს 2025 წლის იანვარში იმყოფებოდა. როგორც ლაშა ტყეშელაძე აცხადებს, ეს ყველა ეს ინფორმაცია, რომელსაც ევროსაბჭოს წამების კომიტეტი შეაგროვებს, გაიგზავნება უშუალოდ ევროსაბჭოში და შესაძლოა ამ ინფორმაციის გაგზავნის შემდეგ ამ სისტემურ დანაშაულში ჩართული ყველა ადამიანი დადგეს სანქციების საფრთხის ქვეშ. 2025 წელსაც იყვნენ აღნიშნული პირები, ჩამოსულები გასცეს სხვადასხვა რეკომენდაციები, მაგრამ 2026 წელს ახლა ჩამოვიდა უშუალოდ ხელმძღვანელი, ჩემთვის როგორც ცნობილი არის და ის უშუალოდ თავისი თვალით უნდა რომ ნახოს, შესრულდა თუ არა რეკომენდაციები თავისი ყურით, უნდა რომ მოისმინოს შესრულდა თუ არა რეკომენდაციები, მაგრამ ჩვენ ყველანი ვნახულობთ ხო, რომ რეკომენდაციები არ შესრულებულა. ლევან ხაბეიშვილმა ზუსტად მოუყვა ის წამების ფაქტების პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, რომელიც მის მიერ არის ნაწარმოები და სასამართლომაც კი დაამტკიცა თავისი სიყალბე და დასაჯა პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პოლიტიკოსი ლაპარაკის გამო. ჩვენ შეგვიძლია რომ ვივარაუდოთ ეს ინფორმაციები, რა თქმა უნდა, გაიგზავნება ევროსაბჭოში. ამ ინფორმაციებით შესაძლებელია რომ დასაქცირდნენ ყველა ის პირი, რომელიც ჩართული არის ამ სისტემურ დანაშაულში. სავარაუდოდ დანარჩენ პოლიტპატიმრებთანაც იყვნენ მოინახულეს ისინი. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს იმას, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები ჩვენ არ გვტოვებენ ამ რეჟიმის პირისპირ და დიქტატურის პირისპირ მარტო. ისინი ჩვენს გვერდით არიან. ეს არის მკაფიო სიგნალი იმისა, რომ გვიყურებენ და უყურებენ მოვლენების განვითარებას. რაც შეეხება თვითონ საუბარს, რა თქმა უნდა, ეს არის კონფიდენციალური, ამიტომ ამასთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ, თუ რაზე ისაუბრეს მათ. როგორც უკვე გითხარით, ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რომელი მსჯავრდებულები მოინახულა ევროსაბჭოს წამების კომიტეტის ხელმძღვანელმა პენიტენციურ დაწესებულებებში. ფორმულა ცდილობს გაარკვიოს უფრო მეტი დეტალი ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა როგორც იუსტიციის სამინისტროში, ასევე პენიტენციურ დაწესებულებაში განგვიცხადეს, ისინი ვერ გაავრცელებენ ამ ინფორმაციას, ვინაიდან ეს ინფორმაცია არ არის საჯარო.